It's been 3 years and 6 whole months since I saw your face that night. You took fast at mine. ჩემი პლანერი სანთელი. ხოთაშ არის ძალიან კარგი ხარისხის არის ეს სანთელი, რომელიც ვიყიდე იუსკში. ეთერული ზეთები არ ვიცი გააჩვენეთ თუ არა მგონი არა და დღეს აუცილებლად გაგიზიარებთ და აქ მაქვს გავხსნათ ეს სახლიდან მოვიტანი აქ რადგან მაქვს უკვე შეფეთა და უნდა ვიმუშაო აი სილამაზეები და დღეს გავაკეთე სანთელი აუცილებლად რამოდენიმე ცალი მაგრამ ჯერჯერობით წავიდეთ მე და თქვენ და წამოვიდეთ ჩემი შეფეთა რაღაცა ჩამოვიდა და რა ახარ მახსოვს ეხლა ვფიქრობ ყავა დავლიო თუ შეკვეთა წამოვიღო და მე რა ყავა დავლიო მოდით წამოვიღოთ შეკვეთა და მე რა დავლიო და ყავა ჩემ მეუღლის ქურთი გიჩვენეთ იმიტომ რომ ვფიქრობ რომ საკმაოდ ცივა და მე ხო იცი არ მიყვარს ვერ ვიტან და მე ხო კიდევ უნდა ვიყიდო ზეთი შეწვა კარტოფილი ეს მე ცოტა ადრე წავიდეთ სახლში ჩავიწოთ ეხსაცმელი ცვილი ჩამოვიდა და ასევე რაღაც კიდევ მახსოვს სანთლებისათვის და ეთერზეთები და მინდა გითხრათ რა არის საჭირო იმისათვის რომ იცოდეთ რომ თაფლის ცვილი არის ნატურალური მაგასაც გეტყვით ბეთხრობენ ხანი ავაღებდი კარს ეს ისეთი ნახეთ ძველებური კარი ამიტომ ზოგადად ეს სადარბაზო ძალიან მომწონს ჩვენი ძალიან ძველი სახლია იტალიის ბაზარში და მიყვარს გონი ხდება ჩონკა Опа. ეს ეს ასეთი ძველებური აღარ როგორც მის ხალხო. გამწეთ. ვიღებდი და რატომაც ვიდეო გაჩერდა და ვერ დავინახე რომ გაჩერდა ეს სიტყვით აი კიდევ შევკვეთე. ასეთები ნახეთ ნაჭების ასეთი ბაფთები ძალიან საყვარლები ასეთი ეს შეგვიძლია აი ასეც გავიკეთოთ რატომაც არა ხო დათამის მაშინ მოვაშორებ არ მიყვარს ეს ზედმეტი ქაღალდები ზედმეტი პარკები ვფიქრობ რომ ამ ფასში ძალიან საოცრია ხილდა
120. ისინი მიყვარს სადა, არ მიყვარს სხვადასხვა ფერს, ან სადა ან ბრჭყვიალა. ნახეთ, სასწაული. ჩავდგოთ აქ. მაშინ დავმოვაშორებ. წარკვდება. ეს არის ეთერზეთები სამშაბისის და რა კარგ კოჩია. ვაუ 100%-იანი ეთერზეთები. ეთერზეთების სამთლებში უნდა გამოვიყენოთ 100% ნატურალური. იმიტომ რომ ეთერზეთებს აქვს ასეთი ჩვევა, რომ სუნი ეს იცვლება. ამიტომ ესენიც რომ იყოს ხელოვნური და რაღაც ცუდი ხარისხის წარმოიდგინეთ, როგორც ცუდი ის იქნება. როგორც ცუდი სურნელი იქნება სამყაროს. აი ასე ჩამოვიდა ჩვენი ეთერზეთები. ნახეთ, ახლა მოვიღოთ. ეს არის წაკა, ლემონგრასი, ჩაის ხე, თუ როგორ დავარქვა, ევკალიპტის სურნელი მაინტერესებს. ტკბილი პორტოხალი. ლავანდა. ისე ლავანდა კი მქონდა, მაგრამ ესეც იყოს. კაია. და რაც მთავარი ჩამომივიდა თაფლის ცვილი. როგორ ხარ? კარგად. შენ? მიდი ხარ? შემოუნთილი იყო, შემოერბინა ერთი წამით. ესე იგი, ეს არის თაფლის ცვილი. როცა ვყიდულობთ აი ასეთ სერიოზულ რამეს, როცა ჩვენ ვყიდულობთ ისეთ რაღაცას, რითიც უნდა გავაკეთოთ ნატურალური
სამთელი, ესე იგი თაფლის ცვილი, აუცილებლად უნდა ხდეს სერტიფიკატი. და ამას შეიძლება აიღოს სერტიფიკატი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ როგორც ეს, ასე ეს. აბა ნახოთ, ამას აქვს, იმიტომ რომ წავიკითხე, დავეცანი, ვიწერე იმას, ვინც აკეთებს. აი ასე უსმებდა უკვედნება და ნატურალური უნდა გადმახსოვს. დღეს მე აი ასე გამოვიყურები. ეს ძალიან მომწონს უზომოდ ფერი. ეს შარვალი ასე იხსნება და იყოს არა უშავს. სახეზე არაფერი არ მისვია. ნუ SPF-ი კი სხვა არაფერი. წავედით. დღეს ჩავიცვი ჩემი ესეთი ფეხსაცმელი. ვფიქრობ ცოტა მიიჭერს. არ ვიცი რატო, მგონი გადამაჩვია ფეხი. ასეთი ტიპის ფეხსაცმელებს დედებში რო დავდივარ სულ. ესე დარბაზი ძალიან ლამაზია და მალე იქნება აქ რემონტი. დუმ. დავდივარ ბავშვების წამოსაყვანად. იქამდე კი მინდა ცოტა გაგესაუბროთ. საქმის კურსში ჩაგაყენოთ, სად დავიკარგი ამდენი ხანი, ესე იგი მოხდა ისე, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ რაღაცა სიახლე შეგვეტანა ჩემს ცხოვრებაში, ჩვენს ცხოვრებაში, არ მეგონა რაღაცა გლობალური სიახლე იქნებოდა. ჩვენ დავწყეთ რემონტი სახლში. და რადგან სახლში არის რემონტი, ჩვენ გადმოვბარგდით თბილისში. ჯერჯერობით თქვენ იცით რომ ჩვენ ლოფტი გვაქვს სახლში და ჯერჯერობით უნდა გავაკეთოთ კედლები. კედლებს უნდა გაალამაზო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უკვე გააკეთეს მუშებმა. და ეხლა აკეთებენ სხვა. ხო, ერთი ოთახი გააკეთეს უკვე და გადავიდნენ სხვა ოთახებზე, უფრო სწორედ ხვალ გადავლენ. ხო, რას ვაპირებთ კედლებზე? 80% ვიცით, მაგრამ ჯერ ვფიქრობთ. რას ვაპირებთ იატაკზე? 80% ვიცით, მაგრამ ჯერ ვფიქრობთ და დღეს რატომღაც თავში მომივიდა აზრი, რომ მინდა შევცვალო სამზარეულო თვითონ ეს კარადები და ასე შემდეგ. გავხსენი, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი პინტერესტი. ოღონდ მე სანამ პინტერესტს გავხსნით და ზოგადად მე არ მიყვარს გადატვირთული ავეჯით სამზარეულო. აი ეხლა მე ვფიქრობ, რომ მე ცოტა გადატვირთული მაქვს, რადგან ეს ზემოთ კარადები მე საერთოდ არ მინდა რომ გავაკეთო მომავალში.
მიშლის ხელს. Ну, მიშლის თვითონ ეს ფართი ვფიქრობ, რომ ვიწროვდება. და მინდა რომ ეხლა თუ გადავწყვიტავთ მაინც სამზარეულოს ეხლა შეცვლას და არა გაზაფხულისკენ, მაშინ მე მინდა ის სამზარეულო სადაც იქნება ზედა კარადები და მარტო იქნება ქვემოთ კარადები. ზემოდან ჩვენ შეგვიძლია გავუკეთოთ რაღაც თაროები, შეიძლება შუშის თაროები, რა თქმა უნდა ესენც იქნება გადატვირთული რაღაც ნივთებით. მაქსიმუმ რაღაც სანთელი ან რაღაც დოქი იდგეს და ასე იმისათვის რომ მე სადღაც წავიღო ეს ჩემი ჭურჭელი და ასე შემდეგ ჭურჭელი მე ბევრი არ მაქვს და ბევრი ჭურჭელი მე არც მჭირდება მე მაქვს ერთი ორი ნაკრები ეს არის 12 კაციანი და მე კიდევ არის მგონი 32 კაცია გათვლილი ის არც გამიხსნია ყუთში მაქვს ძალიან ლამაზი თეთრია და ის ჭურჭლის ნაკრები არც გამიხსნია ხო და ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი სადაც მინდა ლამაზად მივალაგო მოვათავსო ამისათვის მე მჭირდება ერთი გახსოვთ ადრე ჩვენი დედების დროს ან ჩვენი არ ვიცი ბებოების დროს იყო ასეთი შუშიანი სერვანტს ეძახდნენ მე მგონი აი ეგ მჭირდება მე და ეგ მე მაქვს ოღონდ ეგ მაქვს ძალიან ძველი და მინდა გავუკეთო რესტავრაცია მაგას გავიტან ვერანდაზე რომლის მიშენებასაც შეიძლება ეხლა დავიწყებთ მაგრამ მე ჯერჯერობით ვერანდა არ მინდა იმიტომ რომ ეს გაგრძელდება ძალიან დიდ ხანს და ჩვენ ახალ წლამდე მინდა რომ დავამთავროთ და შევიდეთ სახლში თან რთულია აქ ბავშვებთან ну корпус გულისხმობ და ამიტომ მინდა რომ რაღაცნაირად მალე მორჩეს ეს სარემონტო ამბები უბრალოდ ძალიან რთულია იმ მხრივ რომ ორნი ვართ და ну ახლა ჩემი მეუღლე არის იქ ეხლა მოვა აქ ღამე რჩება აქ რადგან იქ არის მტვერი მოხსნილია რადიატორები გათიშულია გათბობა ყველაფერი მინდავს ყუთებში და ერთი ოთახის გამოლაგება ვერ მოვასწარი იმიტომ რომ აქ წამოვედით და იმ ოთახის მინდა გამოლაგება და ყუთებში ჩალაგება მაგრამ ეს არის ძალიან კაი რაღაცა მიყვარს მე რთული გზები რთული გზა ეხლა ჩემთვის არის ბავშვებთან აქ ყოფნა რადგან корпуსი არ უყვართ უნდა სულ გარეთ და გარეთ ყოველთვის ვერ გახვალ იმიტომ რომ ახლა ძალიან ქარიანია მინდა და ქარიანამიჩი ბავშვს გარეთ ვერ გავიყვან და იქ ეზოში გადიოდნენ ქარიანში, წვიმიანში, თოვლიანში, როცა უნდოდეს, მაგრამ აქ სულ სხვანაირი ტემპერატურა არის და სულ სხვანაირი თუბერავს ქარი. ასე ეს იყო სიახლე, რომელიც არ მომიყოლია. მეორე სიახლე არის ის, რომ მე შევუკვეთე ძალიან ბევრი სოიოს ცვილი, ქოქოსის ცვილი, ძალიან ბევრი ფორმები და მინდა დავამზადო საახალწლო სანდლების კოლექცია. მე გადავწყვიტე როგორი სანდლების დამზადებას ვიწყებ, მე ვიწყებ ინტერიერულ სანდლების დამზადებას. აქ ჩაგიდებთ ფოტოს, ვიდეოს ბოლოში, როგორი სანდლები ის დამზადებას ვაპირებ. მე უკვე ვცადე რა მოდელმე დავამზადე. ასევე მე ვაპირებ დამზადებას სანდლების, რომლებიც გავაზიარე აგრეთვე, უკვე რომლებსაც ვყიდი და ვისაც არ გავთ გამოწერეთ, ჩემი სამუშაო Instagram გვერდით გამოიწერეთ, ჯერ მაქვს 6 გამომწერე მე მგონი. არა 6 TikTok-ზე მყავს. იმიტომ რომ ჯერ ვერ ვაქცევ ამ სოციალურ ქსელებს ყურადღებას, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი გამოსწორდება. კიდევ რისი თქმა მინდოდა. ხო.
კითხვა დამიმთავრდა და ეხლა მაღაზიაში ვარ ჩასასვლელი, მაგრამ ჯერ ბავშვებს გამოვიყვან და მე პარალელურად შევივლი. კიდევ მეტი ისეთი არაფერი არ ხდება. კიდევ ერთ პროექტს ვაკეთებ ძალიან საინტერესოს და აქ უფრო მეტი დრო მაქვს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ სახლია და სახლში რო ვარ მთელი დღე. ეს სახლის საქმეები უფრო მაბნევს და უფრო ესაჭიროება ჩემი ყურადღება სახლის საქმეებს, მაგრამ აქ ვარ ისე უფრო ლაითად ამ მხრივ და თან აქ არის მოწყობილი აი ეს სივრცე, ეს არის კაბინეტი, სადაც სამუშაო კაბინეტი ჩემი მეუღლის და ბოდიში აქ არის ისეთი განწყობა, რომ აუცილებლად უნდა იმუშაო. მე აი ესეთი განწყობა მინდა. კიდევ ვარ წასასვლელი, სადღაც 10 დღემდე არ ვიქნებ საქართველოში. ძალიან ისეთი პერიოდი მაქვს აქტიური. რაღაცნაირად უნდა მოვაბად ყველაფერს თავი. ცოტა დაღლილი ჩანვარ კი არა ვარ. ბაღში ზეიმები იყო, კალათბურთზე შეჯიბრები გქონდა. მთელი ნოემბერი იქნება შეჯიბრები. შემდეგ ჩვენ წავალთ ყველანი. ბავშვთან ერთად მივდივარ. მე ჩამოვალ და ყველა ჩემი რუტინა გაგრძელდება ისევ. ეხლა მე მინდა ვარჩიო სამზარეულო. მე მინდა რაღაც აი ამ ტიპის, აი ესეთი მინდა ხალხო. გაჩვენებთ ახლა. აი თუ ხედავთ კარგად. ზემოდან არაფერი არ არის. გამწოვი მე ისედაც მაქვს. მე ვამბობ, ეხლა ის ასე არ მოხდება. აქ უნდა მქონდეს მესარიცხის მანქანა, აქ უნდა მქონდეს ჭურვესარიცხის მანქანა, ეხლა როგორც მაქვს, ეს არ იქნება აქ, იმიტომ აქ მაქვს ონკანი, ეს შეიძლება გადმოვიტანოთ აი აქ. მაგრამ ხო, ერთი ასეთი მინდა. კიდევ რა არის აქ? მოდით და კიდევ ნახოთ. აი ყველა შკაფი, ყველა სამზარეულოს აი არა აქვს, ნახეთ რა მაგარია. არა აქვს ზემოდან კარადები არ მინდა. ჯერჯერობით არ მინდა. შეიძლება მერე მომინდეს, მაგრამ არა მგონია. ეს არ მინდა. ლოფტი მინდა, კაცო. ძალიან მომწონს ჩვენი ლოფტის სტილი. თან ძალიან პოპულარულია და თან მოდიდან ვერ გამოვიდა, არც გამოვა, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. ზოგი ამბობს, რომ ესაა იმის ასე ვთქვათ, თითქოს და რემონტის გაკეთების ბოლომდე გაკეთებისათვის ფული არ დარჩა ხალხს და ასე დატოვეს. ძალიან მაგარია. არა. ასე არ დაგვიტოვია. ჩვენ დავტოვეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვარკვევდით რა გვინდა. მე არსად არ მეჩქარება ისეთი რაღაცის გაკეთება, ჩვეულებრივად იმისათვის რომ გავაკეთო, მარტო მე არ მინდა. მე მინდა რომ მქონდეს ლამაზად და რომ შევდიოდე და მომწონდეს. Loft. ეხლა დამაგვიანდება ბავშვებთან.
არა აქვს კარადები ზემოთ, მაგრამ აქ ძალიან სიცარიელი არ მინდა. აი აქ ლამაზია სხვათა შორის, აი ეს თუ იქნება და ბევრ რაღაცას არ დადებ, გადასარევია. აი ესაც კარგია, ეს მხარე. აბა დაწერეთ თქვენი აზრი მაინტერესებს. აი თან უნდა გამოვანგრიოთ, დიდი ფანჯარა უნდა მქონდეს ღმერთო, როგორ ვოცნებობდი მან დიდ ფანჯარაზე. მანდ მოქვს მე პაწუკა ფანჯარა, რომელიც სულ მაღიზიანებდა ნერვებს მიშლი და მინდოდა დიდი. ხო. აი ასე მეგობრებო, სიტყვით გაგიზიარეთ ჩემი ფიქრები, ჩემი ამბები და ეხლა უნდა გავიქცე. თანაწინება ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ძალიან პროსტა, მაგრამ მაგარია, როცა საქმე გაქვს იგი კაია, სიცოცხლეც ავსე დღეები გაქვს, ოღონდ არავინ არ გაცივდეს და ბაღიდან ამ ვირუსი არ მომიტანონ, ეგ არ მინდა თორე ისე, ყველაფერი კარგად არის. აბა ბედნიერ დღეს გისურვებთ, აუცილებლად რამეს ჩავწერ, ეხლა უნდა გავაკეთო მალე სანთლებისთვის მე მაქვს უკვე აქ ადგილი, სადაც დავიწყებ გაკეთებას და იქ სახლში სანთლებისთვის მე გამოვყოფ ცალკე სივრცეს აუცილებლად. აბა კარგად.